გამარჯობა პატივცემულო მაყურებელო, როგორ ხარ დღეს? მე ძალიან მიხარია რომ წარგიდგინოთ ჩვენი გამა MMA-ის კარდი, რომელიც შეკაზმულია არა მარტო MMA-ის ბრძოლებით, ჩვენ გველის 6 ბრძოლა კიკბოქსინგში და ასევე კარდს დააგვირგვინებს გრეპლინგის, кейჯ გრეპლინგის მეჩაპი, რომელშიც მათე სანიკიძე და ნიკა ვეკუა ჩაეჭიდებიან ერთმანეთს ჩვენს ოქტაგონში. და რა თქმა უნდა, წარგიდგენთ ყველა წყვილს. გამა MMA-ის მაყურებელს ვთხოვთ, აპლოდისმენტებით დავიწყოთ დღევანდელი აწოლვების ცერემონია და სტერდაუნები. მეგობრებო, ეგრევე მინდა რომ მთავარი კარდით დავიწყოთ დღევანდელი აწონვები და მე დიდი სიხარულით და სიამაყით ვიხმობ ჩვენ кейჯ გრეპლერებს და პირველი მათგანი სხვათა შორის ეს მეჩაპი შედგება 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ვთხოვ სასწორთან ნიკა ვეკუა მეგობრებო აპლოდისმენტები ნიკა გვიფიქსირებს 72 კილოგრამს და 800 გრამს წონა ჩაბარებულია და ნიკას მეტოქე მათე სანიკიძე მეგობრებო მათე გვიფიქსირებს 73 კილოგრამს და 500 გრამს ასევე წონა ზაპასითაა ჩაბარებული პირისპირ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველოდება ორივესთვის თრიად ახალი ხილი იქნება ხვალ კიდევ ერთხელ ნიკა ვეკუა და მათე სანიკიძე ჩვენი საღამო მეგობრებო დაიწყება კიკბოქსინგის დაპირისპირებებით და წონითი კატეგორია 60 კილოგრამი და მე ვიხმობ პირველ მებრძოლს ზაურ მამადოვ ზაური გვიფიქსირებს 59 კილოგრამს და 700 გრამს ზაურ მამადოვ მეგობრებო ზაურის მეტოქე გიგა სოფრომაძე გიგა გვიბარებს წონა ზაპასით 57 კილოგრამი გიგა სოფრომაძე მეგობრებო აპლოდისმენტები აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს შემდეგი წყვილი ეგრევე გადავდივართ აბსოლუტურ წონით კატეგორიაზე და მე მინდა ვიხმო ლაშა ამირეჯიბი ლაშა გვიფიქსირებს 107 კილოგრამს მეგობრებო ლაშას მეტოქე არსენ მნაცანკანიან არსენი გვიფიქსირებს 121 კილოგრამს
პირისპირ Roll with the beast, yeah, I know his face. If you pick a team, little homie win the place. Us be defeated, little homie, no way, no way, no way, little homie, no way, no way. T-Vision with the optics. Boy, I'm making magic when I'm looking down the scope. Y'all boys acting out of pocket. მადლობა ბიჭებო I be in the cockpit flying over coast. Sell your soul for the profit. Instagram likes, clicks. შემდეგი წყვილი You can miss me with the gossip. რომელიც დაუპირისპირდება ერთმანეთს 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მე მინდა ვიხმო სოსო მჭედლიშვილი Limelight, he wants you to find Christ. He give you divine sight. Whoa. 2020 hindsight. Put me on the sideline. Now I'm making highlights. Woo. No way, no way. Rolls up on the pedal, little homie, no way. Move all week, little homie, no breaks. Lighten up the streets just for the city's sake. Roll with the beast, yeah, I know his face. If you pick a team, little homie, win a place. Us be defeated, little homie, no way, no way, no way, little homie, no way, no way. My team don't know what defeat is. სოსო გვიფიქსირებს 51 კილოგრამს და 500 გრამს სოსო მჭედლიშვილი მეგობრებო სოსოსთან ჩვენს ოქტაგონს გაიზიარებს ზურა კოპალიანი To the cold line, praise to the most high. Watch me hit the vote like only got the gang as a cosign. White man is so fine, know about the kissing like Boy, I'm Chef Rizzy with the sauce. ზურას წონა 54 კილოგრამი და 200 გრამი Body hot trolls, trying to get some peso with these nachos. No way, no way. Rolls up on the pedal, little homie, no way. Move all week, little homie, no breaks. Lighten up the streets just for the city's sake. Roll with the beast, yeah, I know it's კამერებისკენ teams, little homie, win a place. Us be defeated, little homie, no way. აპლოდისმენტები მებრძოლებს შემდეგი ბრძოლა ჩატარდება 64 კილოგრამში და მე მინდა ვიხმო სერგო გაბოიანი სერგო იწონის 63 კილოგრამს და 500 გრამს სერგო გაბოიანი მეგობრებო სერგოს მეტოქე ლუკა ჯოხაძე check. I got the message, homie. Ain't no flexing on me. My attorney gon' call and collect. Blessings on blessings for me. My successes only made them envious. They got upset. I had a ლუკას წონა 64 კილოგრამი ზუსტად წონა ჩაბარებულია really know so and so. They like my family, so they go pretend that they cool till they bust at your motherfucking chest. I'm getting gutter, my flow been like butter, my check in the bank. They see the number. All of my haters feel one of two ways. Really upset or they show some respect. I can't even think about it. I've been up, so read about it. No beat around it, straight to it, no ring around it. You coming for me, we'll see about it. We'll never see it when I get my feet up. 100 meters where I run the fee up. And go catching a nana mana pia. შემდეგი წყვილი And put it back into the bit cause I don't really დაეტაკება ერთმანეთს 60 კილოგრამში და პირველი მათგანი ლუკა ხარაიშვილი on me. My attorney gon' call and collect. Blessings on blessings for me. My successes only made them envious. They got upset. I had to put all their egos in check. I had to ლუკა გვიბარებს 59 კილოგრამს და 500 გრამს წონა ჩაბარებულია use it this under my belt. Your art is an art, they don't feel it and nobody hears it. Initiative stay on the shelf. Your ego, ლუკას მეტოქე it gotta die today. გევორგ სარკისიან In the load, the weight of your arrogance, heavy as stone. I make an appearance, they already know that chip on your shoulder gon' crumble and fold. Yeah, it's not a ასევე 59 კილოგრამი და 500 გრამი ორივე სპორტსმენმა წარმატებულად ჩააბარეს წონა I heard they checking for me, no one checking on me, so I had to go run up a check. I got the message, homie, ain't no flexing on me. My attorney gon' call and collect. რაციუს სისხლიანი მზერებია Only made them envious. They კიდევ ერთხელ ლუკა ხარაიშვილი და გევორგ სარკისიანი მეგობრებო შემდეგი წყვილი შეხვდებიან ერთმანეთს 55 კილოგრამში და მე მინდა ვიხმო ლუკა კობრა ოდიკაძე Remember last year, I told them the price, and now they all wanna pay up. They hit me now, they coming too late. All I reply is to save up. Me and
ლუკა გვიბარებს 55 კილოგრამს და 800 გრამს. ლუკას მეტოქე, ლაზარე კუზანაშვილი. ლაზარეს წონა ასევე 55 კილოგრამი და 800 გრამი მეგობრებო. აპლოდისმენტები მებრძოლებს. ეს იყო კიკბოქსინგის დაპირისპირებები მეგობრებო და შემდეგი ბრძოლა გახსნის MMA-ის match-up-ებს და ესაა semi-pro MMA. ერთადერთი სხვაობა რაცაა, რომ 5 წუთის მაგივრად იქნება 3 წუთიანი რაუნდები. და მე მინდა ვიხმო პირველი მებრძოლი 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში. თორნიკე რურუა. თორნიკეს წონა 70 კილოგრამი და 800 გრამი. წონა წარმატებულადაა ჩაბარებული. თორნიკეს მეტოქე გენადი ნოდია. გენადის წონა 70 კილოგრამი და 500 გრამი მეგობრებო. მებრძოლებმა წონა წარმატებით ჩააბარეს. აპლოდისმენტები ბიჭებს. შემდეგი ბრძოლა, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ყურადღების მიმყრობი დაპირისპირება. მაშასე მეგობრებო, ჩვენი ჰაიპის მომტანი დაპირისპირება. მე მინდა ვიხმო მებრძოლი 80 კილოგრამში ლაშა ტყემალაძე. Feeling spectacular, flow so sick it's hazardous. Y'all still suck like Dracula. Zip this beat, let's back it up. And I don't care about critics to the top. ლაშა გვიფიქსირებს 79 კილოგრამს და 800 გრამს. 200 გრამიანი ზაპასით წონა ჩაბარებულია. ლაშას მეტოქე ნიკოლოს დიღმელაშვილი. დიღმელაც ზუსტად 79 კილოგრამ და 800 გრამს გვიფიქსირებს. წონა ჩაბარებულია ასევე 200 გრამიანი ზაპასი. მაშასე დიღმელა ლაშას წინააღმდეგ მეგობრებო. უკვე ხვალ იხილავთ ჩვენს ოქტაგონზე. შემდეგი ბრძოლა, რომელიც ატარებს საერთაშორისო ბრძოლის ხასიათს. და მე მინდა ვიხმო მებრძოლი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში. კონსტანტინე Little Giant ჩაჩანიძე. კონსტანტინე გვიფიქსირებს 65 კილოგრამს და 700 გრამს. წონა ჩაბარებულია. კონსტანტინეს მეტოქე. ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით მის შესახებ. სერგო ალექსანიან. სერგო გვიფიქსირებს 66 კილოგრამს და 100 გრამს.
killing. I'm gonna break every ceiling, cause I need a million, but I don't need your აპლოდისმენტები მეგობრებო. Once I do it big, what's the follow is a check. I need 100 bags, nothing more, nothing less. And the შემდეგი წონითი კატეგორია 70 კილოგრამი. და მე მინდა ვიხმო ლერი ქურდიანი. ლერი გვიფიქსირებს 70 კილოგრამს ზუსტად. ლერის მეტოქე გიორგი ბექაური. Y'all still suck like Dracula. Sip this beat, let's back it up. I don't care about critics, cause they talk too much, and I know that I gotta keep on grinding, finding myself. I ain't gonna stop until I know I have. გიორგი ასევე გვიფიქსირებს 70 კილოგრამს ზუსტად. წონა ჩაბარებულია გრამი გრამში მეგობრებო, ორივე მებრძოლის მიერ. Every thread is a champion. Got the title, need a belt. I don't need your სერიოზული ჯახი გველის ლერი ქურდიანი, გიორგი ბექაური. ხვალ თვალი არ დაახამხამოთ. and the ops feel away, cause I'm next. I'm a threat. Oh yeah. Really, y'all don't know this, y'all in danger. I'm a გრეპლინგში მეინ ივენთი კი გამოვაცხადე. თუმცა MMA-შიც გვაქვს მეინ ივენთი, მაშ ასე მეგობრებო. რკინის ჭახაჭუხი გაისმება ხვალ ჩვენს 8 კუთხა ოქტაგონში. მე მინდა ვიხმო მებრძოლი უზბეკეთიდან ომადბეკ კამილოვ. Frisbee mine, so that mean you get tossed. Bought a new crib, studio in the back. Numbers ran up, had to spit it with the chops. Realest in the city, in my record, I fact that your mess. ომადბეკი გვიფიქსირებს 62 კილოგრამს და 900 გრამს. რაც მცირედ არ ღვევა, თუმცა მხოლოდ ომადბეკის ფინანსებზე აისახება მისი მეტოქის სასარგებლოდ. და ომადბეკის მეტოქე ნიკა აირონ ლეგ კურტანიძე მეგობრებო. Look here, I'm moving with flavor, my business. You can't even learn it in college. I've been through hell, I've been in this skillet with fire. ნიკა გვიფიქსირებს 61 კილოგრამს და 900 გრამს. წონა ჩაბარებულია Tripping the pop in the molly. You out there copying swag. Wrapped up in corny, little homie, you look like some molly. Some of y'all going outside, I get up, go get it. I ain't finna wait for nobody. Pushing myself to the limit. If I never give up, მე მგონი მალე myself to the limit. If I ვერ ითმენენ ბიჭები. push myself to the limit. სერიოზული ჯახი გველის ხვალ. Pushing myself to the limit. Pushing myself to the yeah. I must be blind as the way that it's looking. I'm trying, but I don't see no competition. აპლოდისმენტები მეგობრებო. სერიოზული ჯახი გველის ხვალ. კიდევ ერთხელ ომადბეკ კამილოვ, ნიკა აირონ ლეგ კურტანიძე. I gotta push to the limit. I ain't never take nothing they give it. Self-paid, God made. I change, I say no way. I got blood of champion. მაშ ასე მეგობრებო, როგორც გითხარით, ხვალინდელი ივენთი გაიხსნება კიკბოქსინგის დაპირისპირებით. ჩვენ გველის 6 კიკბოქსინგის ბრძოლა მერე გავაგრძელებთ MMA-ის ბრძოლებით, რომელიც იქნება 5 ბრძოლა და დავამთავრებთ ამ ყველაფერს ნიკა ვეკუა და მათე სანიკიძის დაპირისპირებით cage grappling-ის წესებით. Submission only, რა თქმა უნდა, სხვანაირი წესები გამაში არაა grappling-ს რაც ეხება. გელით ხვალ გამა fight hall-ში 7 საათზე გაიხსნება ჩვენი კარი, 8 საათზე დაიწყება ბრძოლები. ყველას ვისაც ბილეთი გაქვთ ნაყიდი, მობრძანდით წინასწარ რომ დაიკავოთ თქვენი ადგილები. ხანდახან გამაში ადგილების გულიზეც გვიწევს ჩხუბი. ხუმრობ, ჩხუბი ჩვენთან მარტო რინგზე ხდება. და რა თქმა უნდა, ვინც ვერ მოასწარით ბილეთების ყიდვა, გამა FC.TV მეგობრებო. შეგიძლიათ შეიძინოთ ტრანსლაცია და დათქმეთ ჩვენთან ერთად ამ სანახაობრიობით. ხვალამდე სულ ეს იყო გამა! Agenda. Gain a
satisfied to get ahead, so bump that, it's no surrender. Got a dollar flipped up. I'm trying to get it an FT to get them when they're hand.